საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არსებული ეკონომიკური ტემპით სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრას 10-12 წელი დასჭირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმა 800,000 ადამიანი ცხოვრობს, რაც 2012 წელს 1,150,000 იყო. კობახიძის ამ განცხადებას ცინიკურად უყურებენ პოლიტიკური პარტიები. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მართლაც შემცირებულია, ოღონდ არა მოქალაქეების, არამედ თანამდებობის პირების სწორედ ხალხის ხარჯზე. რეალურად ის ციფრები, რომლებთაც მანიპულირებს დღევანდელი ხელისუფლება და მათ შორის ბატონი კობახიძე, არის ის, რომ გარკვეული რაოდენობა სიღარიბის ზღვარს ქვევით ყოფი ადამიანები ამ ქვეყნიდან წავიდა, გავიდა და რეალურად შეიძლება ეს ციფრი შემცირდა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ეკონომიკური სიტუაცია არის ქვეყანაში კარგი და გამოსწორებული და ადამიანებს მეტი საშუალება მიეცათ, არამედ იმის ხარჯზე, რომ ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან და სერიოზული პრობლემაა ეს ქვეყნისთვის და ზოგადად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში. პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ამბობს, რომ თუ კი მოქმედი ხელისუფლება არ შეიცვლება 10-12 წელში საქართველო აღარ იარსებებს. მრავალჯერ იმედგაცრუებული საზოგადოება კი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის მოტყუების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. იმის გაგრძელება, რაც ბიძინამ განაცხადა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ვართ გამოტაყვანებული ერი და რეალობას ვერ აღვიქვამთ წესიერად, თორემ ბედნიერები ვართ. აი ზუსტად იმის გაგრძელება, ოღონდ სხვა სიტყვებით და გინდა ეწყინოს ახლა ადამიანებს, გინდა არ ეწყინოს და გინდა მომცეს სხვა, გინდა არ მომცეს, მე მაინც უნდა ვთქვა, ნამდვილად გამოტაყვანებულები ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მის ხროვას პარლამენტში და მთავრობაში ვიტანთ. აი ნამდვილად გამოტაყვანებული ერი ვართ, რომ უკვე მე რამდენად ვიტანთ ასეთ ცინიკურ გამოხტომებს და დაცინვას. 12 წლის შემდეგ საქართველო აღარ იქნება და აღამეტი რა ვთქვა ახლა ვართ კატასტროფის წინაშე რა. ქვეყანა დავემგვანებით ხეთებს და ურარტუს და ასე შემდეგ გადაშენებული ერებს რა მეტი არაფერი. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საშუალოდ 3,9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ამდენად ჩვენი ეკონომიკის გაორმაგებისთვის დაახლოებით 20-25 წელი მაინცაა საჭირო, რომ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყნის დონეს მაინც გაუთანაბრდეთ. ბატონი კობახიძის განცხადება, რომ 10-12 წელიწადში საქართველოში სრულიად აღმოიფხვრება სიღარიბე არის რბილად რომ თქვათ, მცდარი და მე არ ვიცი ის რა გათვლებს ეყრდნობა. ალბათ მას იმედი აქვს და მეც იმედი მაქვს, რომ 10-12 წლის შემდეგ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ის წარმოადგენს ხელისუფლებაში, ნამდვილად არ იქნება და სხვა პოლიტიკური გუნდი იმედი მაქვს შეძლებს გააუმჯობესოს ეკონომიკური ზრდა, ამიტომ დღევანდელი ზრდით წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ოდესმე ევროპული ყველაზე ღარიბ ქვეყანას დავეწევთ. ოდესმე წარმოუდგენელი. არა თუ უახლოეს 10-12 წელი. უახლოეს 10-12 წელიწადში ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმისათვის, რომ სიღარიბე იქნეს დაძლეული და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ქართული ოცნების ხელისუფლების არც ერთ წელიწადს არ ქონია. ჩვენ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმეტესობა კობახიძის განცხადებას სკეპტიკურად უყურებს და ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. ვინა ღარიბი კაცო? ღარიბი არ არსებობს, ღატაკია მარტო. სხვა ტყვილი იტყვება როგორც ყოველთვის. ირაკლი კობახიძე. სადაც იქნება სულ ტყვილის ლაპარაკებს, ვაგე. მართალ ზარაზოს არ იტყვის. იმიტომ ზევიდა დავალებენ რომ ელაპარაკოს ტყვილი. ის ვიცხავალებს ყველა კარგად ვიცით ჩვენ. ეკონომიკის ტაქცეულები ვართ ქართველები და დევიქცევით უფრო. 10-12 წელში უფრო დავიქცევით. უფრო დავიქცევით. გამოსავალს რა შევხედავ, ახლა გამოსავალს ხედავ, ესწავლობა უნდა მევშოროთ. სხვადასხვა არ შეიძლება. მაგრამ მე მგონია ვაგები ასე არ წავლიან. ჩვენ იარაღით ვარ ავიღეთ, ხელში არ ფერი არ გამოვაიცა. 70 წელს ვამთავრებ შვილო და მე მაგის იმედი არ მაქვს. იმიტომ არ მაქვს, რომ არ არსებობს თავრობა, რომ გაჭირებულ ხალხს დაეხმაროს. ავდექი ახლა და 50 ლარი მქონდა დატოვებული პენსია და დღეს ავიღე აღდომა რომ გევითენო. ქვეყანა რომ ნაყინს აწარმოებს და ლუც ჩამოსასწრებს, თუ გინდა ბოთლის ლუცს და ტორს ახლა აგერ, ამას ეკონომიკას უძახით თქვენ? ეკონომიკა არ არსებობს საერთოდ. ამ დროს რუსეთი ჩვენი იმპერიარი თურმე და მთელი ევროპული საწარმოები რუსეთშია გახსნილი. ჩვენთან რატო არ იხსნება არსეთ? თურქეთში, რუსეთში ყველგან იხსნება ევროპული საწარმოები, ჩვენთან რატო არ იხსნება? არსეთ? სა ვინა დასაქმებული. როგორ ფიქრობთ,
12 წელში რა იქნება? რა იქნება დაქცევა ქვეყნის? დავჩემთ ერეკლე მეფისთვის რო იყო, ისე დარჩება საქართველო. ნამდვილად უჭირს ხალხს. ვისაც სოფელი არა აქვს და სოფელი არ ეხმარება, მაგას ქალაქში მცხოვრებს. მე მოვდივარ ახლა სავატყოფოდან მოვდივარ, პოლიკლინიკიდან მოვდივარ და იქ ხალხს უსმენ და ძალიან გაჭირებული არის ხალხი. ირაკლი კობახიძე არ ტოვებს ჩემში ჩამოყალიბებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის დაბეჭდილებას. არის ძალიან მიკერძოებული, ემოციური, თავს ვერ ერევა, ამიტომ მაგისი ნათქვამი ერთი სიტყვის არ მჯერა. ოპოზიციის პარლამენტის თავმჯდომარეც რო იქნება პოზიციის რიგითი გლეხის, მუშის, ღარიბის, მდიდრის, ყველას პარლამენტის თავმჯდომარე რო გახდება, მაშინ ვირწმუნებ მაგის სიტყვებს. ელენა გაკეთება ყველაფერი შეგაი ადამიანი. აბარა რობიზონ კუზო 22 წელიწადი ცხოვრობდა ერთ კუნძულზე. უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე იგიც იყო. პრეზიდენტიც იგი იყო, ყველაფერი რა ეკნა, ეყურა მიშრო ვერან მიშრო. ადგა სახარი გააკეთა ყველაფერი ხამეინა მეშენო, ყველაფერი და კაი ბიზნესმენი იყო იმაზე. რა ჩვენ რა გვიჭირს? ხელი უნდა გავანძრიოთ. ხელი ესა ყველაზე მეტი თარდა. ჩვენთან იყო ასეთი გამოთხა. სოფელია ჩამევიდაო. მე ქუთაისელი ვარ, მაგრამ სოფელავთ თავს. დედულეთი გუმაჩი ყავდა და 30% გავატარე სოფელში. თხას ყავდა, ძროხას ყავდა, ამ ხელებით ყველიცა მომიყვანია და ყველაფერი. თავარია კარგად იყოთ და კარგად როხა ეს ნიშნავს, რომ ხარ მილიონერი. თავარია წამალში არ გევიდეს ფული ბაბულია. წამალში რო გადის ფული და სულ წამალს ყავდა ექიმი შემოდის, მაშინ ხარ დაქცეული. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი გამოწვევა და ამოცანა ის არის, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი და თუ კი იქნება ოპტიმალური ტემპი, მაგალითად 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში შეიძლება 7-8 წელიწადშიც მთლიანად აღმოიფხვრას სიღარიბე. ისე მაგენს რა უთხარ.